კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ჩემი არხის გამომწერებო, სტუმრად მყოფებო, კულისებიდან მაყურებლებო, ხო? ემიგრანტებო, ყველას დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით მოგიკითხავთ და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. მადლობა ურთიერთობისთვის უპირველეს ყოვლისა თითოეულ თქვენთა განს. თქვენი უკავშირებისთვის, განსაკუთრებით ხო ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გამოწერისთვის. პირად კონსულტაციაზე იცით, სადაც უნდა მომმართოთ, ეს არის მესენჯერი ალების ტარო და ანგარიშის ნომერიც მითითებულია აღწერაში არხის. კარგით, მოდით აბა დღევანდელი გაშლა გავაკეთოთ ასეთი ტიპის გაშლა, ხო? საბედისწერო ამბავი თქვენს ცხოვრებაში, რა შესაძლოა იყოს უახლოეს მომავალში. ოღონდ გაითვალისწინეთ, გაშლა არის საჯარო ჩემო კარგო ადამიანებო და თუ თქვენად ვერ მიიჩნევთ, უბრალოდ ახარ გააგრძელოთ ყურება, ხო? და ეს პირველი გაშლიდან შემომრჩა რატომღაც, მოდი არ გავაკეთოთ ამეებზე. სხვა სიმბოლოებია, იყოს მაგალითად ტომსიკა, იყოს ჯადოსნური ლამპარი და იყოს ანგელოზის გასაღები. პირველი, მეორე, მესამე. და ვნახოთ, რა საბედისწერო მოვლენა შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში და დავიწყოთ პირველი, მეორე, მესამე. ჯერ ვნახოთ ვინ ხართ თქვენ, ხო? 1-2 არკანით მაინც. ვინ ხართ მეგობრებო და ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოსავლის პოვნა. ნებისმიერ ადამიანთან შეგიძლიათ საერთო ენის გამოძებნა. შესაძლოა ძალიან ასე ვთქვათ, კონსტრუქციული საუბარი წარიმართოს თქვენსა და ყველაზე დიდ არ ვიცი, როგორ თქვა, კაცჭამი ადამიანს შორისაც, ხო? რაღაც საშინელებათა ჟანრიდან გადმოსულ გმირთანაც კი რომ შეგიძლიათ ურთიერთობები დაალაგოთ, ხო? ადამიანი, რომელიც შესაძლოა ვიღაცეებისთვის ძალიან დიდი მოტივაციის მიმცემი იყოთ, ძალიან დიდი ენერგიის მიმცემი იყოთ, ადამიანი, რომელიც ამავდროულად ვიღაცისთვის იყოთ, ასე ვთქვათ, მუზა, ოღონდ მუზა რომანტიულ ნაწილში არა მხოლოდ, იცით როგორი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს თქვენი არსებობა იმისთვის, რომ ვიღაცებმა წინ ნაბიჯები გადადგან და წინ რაღაცები შეძლონ. შესაძლოა, არ ვიცი, იყოთ გამომძიებელი, იყოთ იურისპრუდენციის წარმომადგენელი, ამავდროულად შესაძლოა ძალოსნობის სპორტის წარმომადგენელი იყოთ ვინმე. ქალბატონები, მამაკაცები, ხო? არ ვიცი, ორივე სქესისთვის ვაჟღერებთ ინფორმაციას, ასევე შესაძლოა იყოთ რაიმე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი და არ გამოვრიცხავ რომელიმე თქვენგანი დიპლომატიურ სამსახურშიც მუშაობდეს. ხო, ადამიანი საკმაოდ ემოციური, ადამიანი კეთილი, მომართული სხვების დახმარებაზე, სხვებისთვის დადებითი გარემოს შექმნაზე და ადამიანი, რომელიც მუდმივად მზად არის სხვას დახმარების ხელი გაუწოდოს. შესაძლოა იყოთ რაიმე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი, არ გამოვრიცხავ, ან შესაძლოა უბრალოდ რომ ვინმე სარესტორნე ბიზნესშიც მუშაობდეთ და მიმტანიც იყოთ. განსაკუთრებით მიმტანი, თორე ახლა შესაძლოა სხვა რაღაცა პროფესიაც, სხვა პოზიციაც გადათამაშდეს, ხო? კაი. და ვნახოთ აბა თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში რა საბედისწერო მოვლენა შესაძლოა მოხდეს. მეგობრებო. რა საბედისწერო მოვლენა შესაძლოა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. რა საინტერესოა. მაქვს შესაძლოა რამე ახალი საქმიანობა დაიწყოთ მეგობრებო. ან ოჯახური ბიზნესი განავითაროთ, ან დაამატოთ, უბრალოდ გააქვთ უკვე და რაღაცა დაამატოთ. ვიღაც ძალიან ძლევამოსილი ადამიანი აუცილებლად გაგიწევთ მფარველობას, გაგიწევთ ასე ვთქვათ პატრონობას, მოდი მარტივად ვიტყოდი. ყველა შემთხვევაში თქვენ რაღაც ახალს იწყებთ
ნახეთ, სულელის არკანით გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ყველაფერი რაც აქამდე იყო ცუდი, კარგი არა აქვს მნიშვნელობა უკან მოიტოვოთ და ესეთი მთლიანად სამყაროს მინდობილი ხელება წეული გაფრინდეთ, ხო? გაფრინდეთ რაღაც უცნობ სიტუაციებში, ოღონდ აუცილებლად ეს უნდა იყოს ახალი, ხო? და უნდა იფრინოთ. ანუ აი ეს შინაგანი ენერგია მოდის თქვენგან, რაც ძალიან კარგია რა თქმა უნდა და ასრულებას გიწერიათ მიზნის მიღწევა. პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა თქვენს ხელში აღმოჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის დახმარებით. და რაც თქვენს ფინანსურ სფეროს ძალიან მყარს გახდის, ძალიან მდგრადს გახდის და ამ ფინანსურ სტაბილურობას კიდევ რაღაც ახალს შემატებს. აბა ნახოთ ერთი წუთით ეს ახალს შემატებს რა შესაძლოა იყოს მეგობრებო, მაინც ხო გადავხედოთ. რაღაც მე აქ უფრო მგონია რომ გზას მოგცემთ, სწორ მიმართულებას მოგცემთ. აი როგორც ამ იმპერატორს რუქაუდევს ხო ფეხებთან. და ძალიან ისეთი ფაქტორი იქნება ამ ადამიანის დახმარება თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მეგობრებო. და მანახეაბა ნახეთ, აღიარებას მოგიტანთ ეს სიტუაცია. აქ უფრო რაღაც სამსახურებრივ მატერიალურ სფეროზე მიმანიშნებს, რომ რაღაცა შესაძლოა დაგაწინაურონ კიდეც. შეიძლება რაღაც სხვა საფეხურზეც გადახვიდეთ, ან სამსახური შეიცვალოთ და ისეთ სამსახურში აღმოჩნდეთ, სადაც პრაქტიკულად აი არც ვერც წარმოედგენით და არც გიოცნებიათ. აქ პირველ ვარიანტში რაღაც უფრო ეს მომენტი მომდის. კარგით. აბა ტომსიკა, ვინც აირჩიათ მეორე ვარიანტი, მაჩვენეთ ვინ ხართ? ვინ ბრძანდებით ჩემო კარგო ადამიანებო, აბა მანახეთ. აჰა. და მოდი ცუდი მოვიცილოთ ჯერ. ხო, ცოტა დეპრესიულობისკენ მიმართული ადამიანი ხართ, ცოტა პატარა წინაღობაც კი რომ შიშს გიჩენთ და ხელის ჩაქნევის მომენტები გიჩნდებათ. ძალიან მარტივად რომ მოქმედებს სხვა ადამიანების აზრი თქვენზე. ძალიან მნიშვნელოვანი რო ასოციუმის შეხედულება და აი სულ რომ გინდათ რომ ხუთოსანი იყოთ და პატარა ასე ვთქვათ ფეხის აცდენაზეც დეპრესიაში რომ ვარდებით. სხვა შორის ძალიან მინდა რომ გითხრათ ფანტასტიკური განმარტება აქვს სხვათა შორის დამოიწყდა იმ სახეობის სახელი და გვარი დეპრესია განსხვავდება ხო? ანუ რეალურად დეპრესია ცოტა დეპრესიის გაგება უფრო სწორედ სხვადასხვა გვარია ხო? ანუ ერთი არის დეპრესია რომელიც გაფიქრებინებს რომ აღარაფერი აღარ გინდა, ანუ შენი სხეული პრაქტიკულად გეუბნება რომ აღარ უნდა რა აი ამ სიტუაციების ტარება, რასაც შენს თავაზობ და ამბობს რომ იცი რა მე ძალიან დიდი ბოტიში რა, ეხლა დამასვენი ამ სიტუაციიდან და ნახეთ დეპრესიას განმარტავს როგორც depressed, ანუ ღრმა დასვენება, ესეთი მომენტი. ხო, ძალიან მომწონს მისეული ინტერპრეტაცია ამ დეპრესიის და მეორეა რომელიც რეალურად სულაც არ არის დეპრესია ხო? ანუ ეს უკვე მაპატიეთ ავადმყოფობაში გადასული უმართავი მდგომარეობა, რომელსაც ჩარების გარეშე ვერაფერს ვერ უზამ. თქვენ უფრო აი ესეთი რაღაცა რიცით როგორი მომენტები გაქვთ? აი ჩარევა რომ მჭირდება ის არა, აი უფრო depressed რომ რაღაც ეგეთ იმებზე რაღაც აი გადატვირთვებზე რომ გადიხართ ხოლმე პერიოდულად და ეს მომენტები შესაძლოა ახასიათებდეს თქვენ ცხოვრებას. თუმცა არ ვიცი, შესაძლოა ოჯახიდან მოგდევთ რაღაც გარკვეული სტაბილურობა, ყოველ შემთხვევაში ფინანსურად საკმაოდ მყარად დგახართ, შესაძლოა ვიღაცას მემკვიდრეობითაც რაღაც დაგჭათ არ გამოვრიცხავ, მაგრამ ადამიანები ძალიან ცნობის მოყარე, ეს ორივე არკანით შემიძლია გითხრათ, ადამიანები აი მუდმივად განვითარებაზე რომ არიან ორიენტირებულები, ადამიანები ყოველთვის სიახლისკენ რომ ისწრაფვიან და ყოველთვის რაღაცეების ღრმად გაანალიზებისკენ მიმართულები, ხო?
ადამიანები, რომლებიც შესაძლოა სამხედრო სფეროს წარმომადგენლები იყოთ, შესაძლოა საბანკო, საფინანსო სფეროს წარმომადგენლები, ამავდროულად იურისპრუდენციასაც აღნიშნავს და აღნიშნავს ასევე ეს არკანები ვაჭრობის სფეროსაც, ხო, სადაც რაღაცა ან საკუთარი მომენტები სოფლის მეურნეობის ნაწილშიც გქონდეთ. კარგით, აბა ვნახოთ თქვენ რა საბედისწერო მოვლენას პირდებათ სამყარო უახლოეს პერიოდში. მანახე აბა, მანახე. უახლოეს პერიოდში რა საბედისწერო მოვლენები სკპირდებიან. 7-იანი პენტაკლები. რას ეხება ეს ამბავი? და გასაგებია. მეგობრებო, მეორე პოზიცია, თქვენი თუ არ არის, არ გააგრძელოთ ყურება. იმიტომ რომ ზოგჯერ შესაძლოა მარტო ფილტრაცია როგორი გააკეთოთ, იცით, ცუდი დაიტოვოთ, კარგზე აღარ იფიქროთ და მასე არაფერი გამოვა. მოდი მივყვეთ თან მიმდევრულად, ხო? 7-იანი პენტაკლები, ანუ 7-იანი პენტაკლები არის რაღაცის ასე ვთქვათ, აი უკვე არსებულზე და დაშენების მომენტი. შესაძლოა ეს თქვენს პირად ცხოვრებას ეხებოდეს, ფინანსურ სფეროს სამსახურში გინდოდეთ დაწინაურება, ან არ ვიცი, რაღაც ესეთი მომენტები გქონდეთ, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ ცოტა არა ადეკვატური აღქმა გაგაჩნდეთ, ნახეთ, კატა იხედება წყალში და ხედავს ავაზას, ხო? ან ორი ვარიანტია, საჯარო გაშლა მე თვითონ გავაჟღერო, რომ ან თქვენ გაქვთ რეალობის ძალიან ზედმეტად აღქმის მომენტი ჩართული, რომ სიტუაციას ასმაგად მეტად აღიქვამთ, ვიდრე რეალურად არის, ან საკუთარი თავის წარმოდგენაა, ხო ეს მომენტი, მაგრამ აქ მე უფრო მგონია, რომ ეს არის თქვენი შიშები, რომ რაღაც არ გამოგივათ, მიზნის მიღწევა გინდათ, ანუ იმოდენად მიეჩვიეთ რაღაც აი ცუდ მდგომარეობებს, ტკივილს, იმედგაცრუებას, ასე ვთქვათ, აი სულ შრომას და არაფრის მომცემ შრომას პრაქტიკულად ისე მიეჩვიეთ, რომ ვეღარც წარმოგიდგენიათ, რომ სამყარომ შესაძლოა, მეგობრებო, შანსი მოგცეთ, ხო? და ის გაოცებული უყურებთ, რომ რა ხდება და ამ დროს რა ხდება, არაფერი არ ხდება. კვერთხების ტუზია, რომელიც თქვენ გპირდებათ აბსოლუტურ აყვავებას, აბსოლუტურ განვითარებას, მიზნების მიღწევას და სასწაულ წინსვლას, ხო? თქვენი ოცნებების მაქსიმალურად ასრულებას. ბედი, გთავაზობთ, შენ მარტო აირჩიე რა გინდა. აგერ მოდი და ისროლე შენი მიზანი და მოარტყი, ის არის შენს მიზანს, ხო? აირჩიე რაც გინდა, შენ ძლიერი ხარ, გეუბნება და შენ აბსოლუტურად ყველაფრის ძალა შეგწევს. გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მთავარია რომ შენ გადაწყვიტო, შენ მოინდომო და აი მაღალი ძალები შენს გვერდით არიან. შენ გეხმარებიან და ის რაც შენს ცხოვრებაში აქამდე იყო, ნახეთ, დააკვირდით მეგობრებო, სამართლიანობის არკანი, ის ვინც თქვენ აქამდე ტკივილი მოგაყენათ და ვინც თქვენზე ზემოქმედებას ცდილობდა, ბუმერანგის პრინციპით ყველაფერი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე იმათ დაუბრუნდებათ და შენ გეუბნებიან, რომ შენ პირიქით, ჩვენ მოგვანდე სასჯელი, სხვების, შენ ამაზე არ იფიქრე, შენ იფიქრე მარტო პოზიტიურზე და შენ ამ ყველაფერს წინ ცხოვრება ასე ლანგრით მოგართმევს. ანუ აი სასწაული არ ვიცი მეგობრებო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, რასაც ახლა ეს კარტები მაჩვენებს, ამის 80%-ით რომ რეზონირდეს და ახდეს თქვენ ცხოვრებაში, მინდეთ რომ საკუთარ ბედს შენატრებთ. და ვნახოთ აბა მესამე ვარიანტი ვინ ხართ, ჩემო კარგო ადამიანებო, მესამე ვარიანტის წარმომადგენლები. აბა მაჩვენე, ხო. და აჰა.
ცოტა ინტროვერტი, ცოტა საკუთარ თავში შეხვეული ადამიანი, ოღონდ ძალიან ჭკვიანი, შესაძლოა ღამე უფრო იოლებოდეთ საქმის კეთება, სწავლა, წერა, ანუ მოკლედ აი ცალსახად არ ხართ ტოროლა. არა, თქვენ ტოროლა არ ხართ. ბუროლები ხართ. შესაძლოა ბევრზე ესე გადათამაშდება. ნუ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე ბევრს არსად არასდროს არ საუბრობთ და ადამიანები შესაძლოა იყოთ არ ვიცი მასწავლებლები, ლექტორები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან სხვა ადამიანების ხიდები იყვნენ ამ ცხოვრებაში. ორი მაღალი არკანით ხართ ამასულები, რისპექტ მეგობრებო. სიკვდილის არკანით ცოტა ან შეიძლება სარისკო პროფესია გქონდეთ რაიმე, თუმცა ცოტა როგორი ენერგია გქონდეთ, იცით, აი რომ მოინდომებთ, აი ნებისმიერ რაღაცა შეგიძლიათ გაანადგუროთ და გააცამტვეროთ. შეიძლება ამ ძალის შესახებ თქვენ თვითონაც არ იცოდეთ. და ნუ ადამიანი ყოველ შემთხვევაში, რომელიც არანაირ სიახლეს არ უშინდება და ყველაფერთან ძალიან მარტივად ადაპტირდება. ამ არკანით შესაძლოა ვიღაცა ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო სფეროს წარმომადგენლები მიყურებდეთ და აქვე შესაძლოა კი არა და ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანები ხართ, ადამიანები, რომლებიც ესეთი აი მიზანმიმართულად მიდიხართ step by step, ანუ ნაბიჯ იმ თქვენი დასახული მიზნისკენ. და ვნახოთ აბა მესამე ვარიანტს, რა საბედისწერო მოვლენას გპირდებათ სამყარო. აბა ვნახოთ რა საბედისწერო მოვლენას გთავაზობ სამყარო. იდე რატო მანახება რატო არა ეს რა იყო დამენახეთ აბა დამენახეთ ერთი ვინ ხართ ხო კაი აბა მესამე ვარიანტო სწორდის მენა მივყვეთ ახლა ნახევარი დასტა კი ამოვყარი აქ მაგრამ უნდა გამერკვია თქვენ სავარაუდოდ მეგობრებო შესაძლოა გაცილებულებიც ხართ არ გამოვრიცხავ ოფიციალურ პარტნიორთან ანუ ოჯახი გქონდათ და ოჯახი გაქვთ პრაქტიკაში შესაძლოა დანგრეული და ახლა განდგილის პოზიციაში ამოდიხართ ნებისმიერ სიტუაციაში ხმლების დედოფლით საუბრობ მე გაცილებას ეს ძალიან ხშირად ამას ასახავს და თქვენს ცხოვრებაში შემოვა როგორი მომენტი იცით რომ ცოტა ისეთი შეფარული ვითომ კეთილის სურვილით, აი ვითომ შერიგების სურვილით, ვითომ მოკლედ თუ ოფიციალური ადამიანთან არ ხართ გაშორებული, ისე ტაიმაუტი ან ვიღაცა სამსახურებრივი უსიამოვნება გაქვთ ვინმე ქალთან, მამაკაცები თუ მიყურებთ, პირდაპირ რეზონირდება და ქალებიც თუ მიყურებთ, მოარგებთ თქვენ სიტუაციას, არ შეგეშლებათ ეგ მეგობრებო. აი როგორი მომენტი გაქვთ იცით რომ ვითომ აი თავის შეცოდების მომენტით ეცდება ვიღაცა თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს მაგრამ თქვენ ჭკუის ბევრი არაფერი გაეგებათ მათ თქვენ ვინ ხართ რომ არ მიუხვდეთ ამ ყველაფერს თქვენ აუცილებლად გაშიფრავთ ამის ესეთ სიტუაციას რაღაცა თავის შეცოდების მომენტს რაღაცა შეთხზულ ასე ვთქვათ ამბავს და მიხვდებით რომ რაღაცა ისე არ არის როგორც რეალურად ჩანს და როგორც გიყვებიან ამიტომ თქვენი შინაგანი ნიჭით, არ ვიცი შესაძლოა ვინმესთან კონსულტაციაც გაიაროთ მეგობრებო მაგთან, ან ოსტატთან, ეს
ამ დასტის მაგის არკანი ამას ძალიან ხშირად აღნიშნავს და ეს დაგეხმაროთ აი ამ საქმეში, ან თქვენს თავში იპოვოთ ეს ძალა, ან კოლეგა ხართ რომელიმე ჩემი და ესე გემრიელად მოკლედ ჩამოანგრიოთ ყველაფერი თავზე, მატყუარა და ასე ვთქვათ, მლიქვნელ ადამიანებს და თანისტი ნიშნის მოგებითაც გადახედოთ. აი, ხედავ შენ. და ის ადამიანები აი ესე თავდათვის პოზიციაში ჩააყენოთ, რომ ბოლოს შეიძლება თვითონ ამოილუღონ, რომ ოღონდ თავი გამანებე ხოცებით და კი ბატონო, მართლა ასე იყო, ხო? და თქვენ ოღონდ ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. თქვენ შესაძლოა დღეს არ იცით ამ ადამიანის შესახებ და რეალურად სხვანაირი გონიათ, მაგრამ თქვენ ამას მიხვდებით და თქვენ შესაძლოა დაშორდეთ კიდეც. თუ არა ხართ დაშორებული, აი ნახეთ მეგობრებო, რაღაცა გაირკვევა ისეთი, რომ მიხვდებით, რომ სინდისის გამო ამ ადამიანთან არ უნდა გაჩერდეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ გიმსახურებს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ბევრ რაღაცას გატყუებდათ და არ გამოვრიცხავ, რომ აბსოლუტურად სხვა სანაპიროზე იპოვოთ გამარჯვება და სტაბილურობა. რა საინტერესოა, რა საინტერესო. აი, ეს ყველაფერი გაირკვა. მოდი 1-2 არკანიც, აი რაღაცა არ მესამე ვარიანტი. თითქოს არ მემეტება რომ დავამთავრო. რატო? აბა მანახე რატო? აბა კიდე რა იქნება? აღიარება თქვენ აბსოლუტურად სხვა აი კი ბატონო აი ძალიან საინტერესოა მეგობრებო თქვენს მიზანს მიაღწევთ თქვენ ამ სიტუაციაზე რა სიტუაციაც ცოტა ისეთი კონფლიქტური და პრობლემური შეგხვდებათ სხვა ადამიანის გამო გაიმარჯვებთ ამ ყველაფერზე და აბსოლუტურად სუფთა ფურცლიდან დაიწყებთ ახალი მოლბერტი დგას აქ ხო და ადამიანი აპირებს რაღაცის დახატვას თქვენი ცხოვრების გაგრძელებას მე აქ უფრო მგონია რომ ვიღაცას დაშორდებით არასწორ ადამიანს კი აგერ სამყარო ხო და იცით როგორი მომენტი გექნებათ რომ აი ნახეთ ქუდი ჰაერშია შეხედეთ ოღონდ მიმართულება ქუდის დასაფარებელი მიმართულება აქეთკენ მოდის ხო ანუ აი თვითონ თქვენ ხელის გატაკებაც კი არ დაგჭირდებათ ისეთი ძალა მოგეცემათ სამყაროდან რომ ნების აი კი ბატონო იმპერატრიცა აბსოლუტურ სისავსეს მიაღწევთ მაღალი ძალები თქვენს გვერდით არიან მეგობრებო და აქვიათ ასების დედოფალიც ნუ აი რა უნდა გითხრათ აი და იმ ადამიანს ვინც რაღაცას არასწორს აკეთებდა თქვენს გააკეთებს თქვენ ცხოვრებაში ასე დაუბრუნდება ყველაფერი უკან ძალიან მომეწონა მესამე ვარიანტი წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა ნდობისთვის ჩემო კარგო ადამიანებო და მე დაგემშვიდობ